მოგესალმებით ჩვენო ძვირფასებო, ცოტა არა საგადაცემო ფორმით, მაგრამ სამუშაო პროცესში ვართ და ჩვენ კვლავ გიბრუნდებით სხვადასხვა სულიერ საკითხზე სასაუბროთ ჩვენი სტუდიის ბავშვებთან ერთად. ამ ბავშვებმა მოამზადეს, უბრალოდ კი არ მოამზადეს, ბავშვები კითხულობენ სხვადასხვა წმინდა მამის ნაწერებს, მათ ცხოვრებას და ამის მიხედვით აკეთებენ დღიურებს და ამ კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად რაც დაამახსოვრდათ და გულზე მოხვდათ, ამაზე ისაუბრებენ ეს ბავშვები და მოდი ერთად მოусმინოთ ეს საცდელი ჩანაწერია და ვნახოთ რა გამოვა. მე გამოვიცვლი ხოლმე და ისე დავჯდები. ლოცვით გვარდება ადამიანის პრობლემები და არა ფიქრით. და ანუ რა განსაცდელიც არ უნდა ქონდეს ადამიანს, პირველი ყოველთვის ღმერთი უნდა გაახსენდეს და უნდა დაიწყოს ლოცვა და რამე პრობლემა რო ექნება და მაგაზე ფიქრს რო დაიწყებს, არაფერი არ ეშველება ამ ყველაფერს და პირიქით უფრო თავს აიგებს და უფრო ინერვიულებს მეტად და როცა ილოცავს, მე ღმერთიც დაეხმარება და ეს პრობლემები მოგვარდება. აი ეფრემ არიზონელი რო იყო ფილოთეოს მონასტერში ცხოვრობდა, არიზონაში ჩავიდა ამერიკაში 20 მონასტერი დააარსა, ბერძენი კაცი იყო და ისიც მაგას ამბობს, აი მისი სულიერი შვილი იყო, ეს იოსების სიხასტის საძმო იყო და იქიდან წამოსულები არიან და ეგრე ამბობს, მართლა რაღაცაზე რომ პრობლემა გაქვს, ჯობია ილოცო, ვიდრე ინერვიულო და იფიქრო. ფიქრი კარგია, მაგრამ ზოგი ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს და მერე მიდის ნევროზამდე მიდის ესე იგი. უნდა ილოცო და რომ ილოცებ ღმერთს მიანდო. აი დღეს 60 კილოში რა იყო, წარდგომა რა იყო. იყავ ნუფალო წყალობა ისენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. და შენ რო ლოცულობ, ესე იგი ღმერთს ესაო, ღმერთზე ამყარებ იმედს და რამდენადაც ამყარებ იმედს, იმდენად წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთი მოვალე ხდება შენს მიმართ და იმდენად წყალობა შენს მიმართ მერე. ამიტომ ძალიან კარგი გამონათქვამი იყო და ძალიან კარგი რაღაც ამოგირჩევია. მე ვკითხულობ საქართველოს იმედის მე-14 ტომს. ეს წიგნი შეეხება ქართველ მოღვაწეებს ათონის გზაზე. ამ წიგნის ისტორია იწყება იმით, რომ იესო ქრისტეს კვირითაუდგენელი თავის მეგობარი ლაზარე ხდება კვიპროსის ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსი ადგილის და ღვთისმშობელი მიდის კვიპროსზე, რათა შეხვდეს ლაზარეს. მაგრამ გემი დაიწყება, ცუდი ამინდი იქნება, აღელდება ზღვა და გემი მივა ერთ-ერთ მთაზე, რომლის სახელია ათონი. ამიტომ შემდეგ ღვთისმშობელი გააგრძელებს გზას, მივა კვიპროსზე, მაგრამ დაბრუნდება ათონის მთაზე და ამიტომ ასევე ათონის მთაც იწოდება ღვთისმშობელის წრიხვედრი ქვეყანა, ადგილი. ღვთისმშობელი ჩაიყვანს იქ განდეგილ ბერებს, ერთ-ერთი პირველი ვინც ჩაიყვანა იყო ღირსი პეტრე და იწყება უკვე ისტორია იქიდან, რომ ჩვენი ქართული მონასტერი ვინც დაარსა, სანამ მონასტერი იქნებოდა, ააშენა ლავრა წმინდა ათანასემ თაწმინდელმა, რომელიც ძალიან დიდად მოღვაწე ადამიანი გახდათ. წმინდა ათანასეს ანდერძი შეეხებოდა იმას, თუ ვინ იქნებოდა ივერონის მონასტრის წინამძღვარი და იღუმენი. ანდერძში ეწერა, რომ ივერონის მონასტრის იღუმენი პირველი რიგში გამხდარიყო ივანე იბერი, შემდეგ მისი შვილი ექვთიმე და შემდეგ იოანეს ძმისწული გიორგი პირველი, რომელიც მესამე წინამძღვარი გახდა მომავალში ივერონის. ამას შეეწინააღმდეგნენ ბერძნები, მაგრამ ათანასემ ისე დაუდგა და ყველაფერი ისე აღსრულდა, როგორც მამა ათანასემ ინება მომავალში. მე წავიკითხე მამა პაისის პირველი ტომი და ყველაზე მეტად მომეწონა. ანუ როდესაც ადამიანს მოღვაწეობრივი სული აქვს, ეს მეტად ეხმარება სხვებსაც, რადგან ის
მარტო თვითონ კი არ იღებს სიკეთეს, არამედ ისიც, ვინც მასთან ერთად არის. ანუ როდესაც ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს, აღსარებას აბარებს ეზიარება, თუ ასეთ ან სხვაც იმეგობრებს, ეს მასაც გადაედება და ისიც ასეთი გახდება. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცისთვის მიცემული. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდის, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ, მას ჭია ღრმის. მართლაც რა არის უფრო ტკბილი ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას. მან პაისი თქვა, რომ ერთი მოსმენით არაფერს აფასებდა და თუ რაღაცას მოისმენდა, თუ თვითონ არ ნახავდა, არ იჯერებდა იმდენად. და ასეთი რამ მოყვა, რომ ხაჯი აფენდიშთან, იგივე არსენ კაბადოკიელთან მივიდა ერთი ადამიანი და უთხრა, რომ მამა გვიშველე 100 გველი ერთად ჩამოცოცდა. და გავკვირდა მამა არსენის 100 გველი ერთად სად ნახეო და იმ კაცმა უთხრა, რომ 50 ნამდვილად იქნებოდა. მამა არსენს ისევ გავკვირდა 50 ერთად როგორ იქნებოდა და კაცმა უთხრა, რომ 25 უეჭველად ნახა. და არსენ კაბადოკიელს გავკვირდა, თუ 25 გველი კრება ხომ არ ქონდათო. 10 ნამდვილად იყო. 10-ო, არა, 5 უეჭველად იყო და 5 გველი ერთად ნახეო და 2-ო და შენ ნახე ისინიო და არაოს ისინი გავგონეო და ასე შეიძლება ხვლიკიც ყოფილიყო და ამიტომ ერთი მოსმით არ უნდა შეაფასო და შენ უნდა ნახო და დარწმუნდე რომ მართლა არის თუ არა ეს. მე ვკითხულობ მამა გაბრიელზე მოგონებებს და ამ ჩემ წიგნში რომელსაც მე ვკითხულობ, გვიყვება ერთი გოგონა, რომელსაც მამა გაბრიელზე ასეთი რამ ახსოვს. რომ მამა გაბრიელი ასე ვთქვათ, ანუ სვავდა რა და მაგრამ ახსოვს ისიც რომ გარდა იმისა რომ იგი ასე ვთქვათ ლოთი იყო ძალიან სუფთად ეცვა კი ჩამოძონძილი ტანსაცმელი ეცვა მაგრამ ყოველთვის სუფთა იყო და ვერ ხვდებოდა იმას რომ ესეთი ლოთი ადამიანი ასეთ კურნებებსა და სასწაულებს როგორ აღასრულებდა. სალოსობის ღვაწლი არის ერთ-ერთი ურთულესი და ეს არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მწვერვალი. რომ ესე იგი თავისი სიბრძნე და სიწმინდე რომ კაცმა დაფაროს, რომ არავინ არ შეაქოს, რომ არავინ არ თქვას, რომ ეს ხელა მოღვაწეა, ფარავს ეგრეთ წოდებული სისულელის უკან. ქრისტესთვის სალოსი, ქრისტესთვის სულელია, ხო და ეხლა ის გარეგნულად აჩვენებდა შეიძლება რომ ლოთობდა და სვავდა, მაგრამ ხო იყო შემთხვევაც რომ ხალხს ეგონათ რომ იქ ქილა ეჭირა ღვინოს ისხავდა და სვავდა, მაგრამ სინამდვილეში ალუბლისწენი იყო. ასე აკეთებდა, იმიტომ რომ თავისი სიბრძნე დაეფარა და ამით იღვწოდა მამა გაბრიელი. ვთქვი, მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ და ფრაზა რომელიც მომეწონა იყო ის, რომ ამ ქვეყნიური ცხოვრება მუდმივი მზადება სასუფეველისათვის და მამა გაბრიელი მუდმივად ცდილობდა, რომ ხალხი მოექცა ქრისტიანობაზე და ხალხი მოექცა ქრისტიანობაზე. ერთხელ იგი ციხეში დაიჭირეს, რადგან მან ლენინის ფოტო დაწვა. მაგრამ იგი არ შეჩერებულა და ციხეშიც გააგრძელა ქადაგება და ბევრი ადამიანი ციხეშიც მოექცა ქრისტიანად. მე ვკითხულობ ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრებას და ამ კვირაში ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ როდესაც ბერი პაისი ლოცულობდა და ეშმაკი მას ებრძოდა, ის ეშმაკს ეუბნოდა: მოდი, შენ ხომ მე მეხმარები, როდესაც მე ვლოცულობ და ღმერთს ვივიწყებ, მაშინ შენ მოდიხარ და მეხმარები ამაში. მე ვკითხულობ მამა პაისი მთაწმინდელის მეხუთე ტომს, ვნებები და სათნოებები და მე ამ წიგნიდან მომეწონა ერთ-ერთი გამონათქვამი. საკმარისია ადამიანს გაუველოს აზრმა, რომ იგი ღვთის გარეშე თავადაც რაღაცას წარმოადგენს, რომ მაშინვე ტოვის ღვთის მადლი და როდესაც ღვთის მადლი მიდის, ამ დროს მოდის ეშმაკი და ამნელებს კაცის გონებას. ანუ ამით იმის თქმა უნდა მამა პაისს, რომ ჩვენ არაფერი არ ვართ უფლის გარეშე და ამავე წიგნში ეწერა, ამავე მონაკვეთში ეწერა მამა პაისის სიტყვები, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მოქმედი იარაღები, ხოლო უფალი არის თვითონ მოქმედი პირი და იარაღი არაფერია მოქმედი პირის გარეშე. მე ვკითხულობ წმინდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი მკურნალის წიგნს და ამ კვირაში ყველაზე მეტად მომეწონა ეს ამბავი. ესე იგი, მიდიოდნენ ბერები და მონაზონები ხოვანდით, მონასტრისკენ მიდიოდნენ და ამ დროს
დიდმა ქარიშხალმა ამოფეთქა და უცბად ხომალდის წინ საჭეს მართავდა უცნობი ადამიანი და ამ დროს, როდესაც ხომალდი მიდიოდა და ნაპირამდე მიაღწია, ეს კაცი გაუჩინარდა. ხოლო შემდეგ, როდესაც კაიუტაში შევიდნენ, ნახეს, რომ წინა პანტელეიმონის ხატი იყო სველი და ოფლის ნარჩენები იყო იქ და ანუ იმ ოთახში არც სინესტე არ იყო და დაბლა ხატები რომლებიც იყო იმ ხატებს ეს წყალი ეცემოდა, მაგრამ თითო ყველა ხატი მშრალი იყო. ხოლო წინა ბერდიდმა ეს მიიჩნია იმად, რომ წინა პანტელეიმონი დიდად ცდილობდა, რომ ამ ხომალდში მდგომი ბერები და მონაზვნები გადაერჩინა სიკვდილს. მე ამ კვირაში ვკითხულობდი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებას და ამ კვირაში მე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის მონაკვეთი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი როდესაც გარდაიცვალა, მას ძალიან ბევრჯერ შესთხოვდნენ ადამიანები დახმარებას. ერთხელაც დედა სახლში მივიდა და სახლში ღუმელი დახვდა, რომელშიც შეშა იყო შეწყობილი. ამ დროს ზამთარი იყო. და დედა ცდილობდა რომ ბუხარში ცეცხლი დაინთო. შეშები კი იყო შელაგებული, მაგრამ ვერანაირად ვერ ანთებდა დედა ცეცხლს. საერთოდ ნავთიც კი დაასხა შეშას დედა, მაგრამ მაინც ვერ აანთო ცეცხლი. ამ დროს დედამ გადმოიღო შეშები და ნახა რომ ამ შეშებს შორის წმინდა ნიკოლოზის ხატიც იყო შეყოლილი. თურმე მისი ქმარი არ იყო ქრისტიანი და მას შეუდია წმინდა ნიკოლოზის ხატი ამ შეშებში, რათა დედას თავისივე ხელით დაეწვა წმინდა ნიკოლოზის ხატი. მაგრამ როდესაც გადმოიღო შეშები, დედამ წმინდა ნიკოლოზის ხატი გადმოიღო შეშებიდან და დამალა. ასე კი ადვილად დაინთო ცეცხლი. მე ვკითხულობ ღირსი იოანეს სინელის კივე ანკლემაქს და აქედან ერთი ამბავი მომეწონა ყველაზე მეტად. ერთ-ერთი დიაკონი იყო მონასტერში და მას მოუწია სხვაგან წასვლა და ითხოვა კურთხევა იღუმენისგან. და იქამდე უნდა ჩამოსულიყო, სანამ ღვთისმშობლის დღესასწაული მოვიდოდა. რომ წავიდა ის სხვა ქალაქში, ეშმაკმა გამოუნახა მაინც რაღაც და ვეღარ მოასწრო დროზე ჩასვლა. რის გამოც ერთი დღე დააგვიანდა და დღესასწაულის შემდგომ დღეს ჩავიდა ამ ქალაქში. იღუმენმა ამაზე ის დასაჯა და ახალ მოსულ ხალხს შორის ყველაზე უკან დააყენა. მან კი ეს ყველაფერი ისე მიიღო, როგორც თითქოს ეს სასჯელი სხვა ადამიანს ჰქონდა დანიშნული. არ ინერვიულა და მორჩილებით დაემორჩილა თავის იღუმენს. მე ვკითხულობ წმინდა სერაფიმ სარაველის ცხოვრებას და მე ჯერჯერობით რაც წავიკითხე, ყველაზე მეტად მომახსოვრდა უფლის გულმოწყალება წმინდა სერაფიმეს ბავშვობაში. ერთხელ იგი და დედამისი იყვნენ ტაძარში, რომელიც იყო ორ სართულად განლაგებული და ამ დღეს წმინდა სერაფიმე, რომელსაც ერისკაცობაში პროხორე ერქვა, იგი გადმოვარდა მეორე სართულიდან და როცა დედამისი ჩავიდა ნერვიულობით ქვემოთ, ბავშვი უნებელი დახვდა. ასევე პატარაობაში წმინდა სერაფიმე ხშირად სნეულდებოდა და ერთხელ ისე დასნეულდა, რომ ექიმებს უკვე იმედი გადაწვეული ჰქონდათ. და ერთხელ ღვთისმშობლის დღესასწაული იყო და ქალაქში მსვლელობა იყო გამართული ღვთისმშობლის მკურნალ ხატთან ერთად. და როდესაც ჩამოიარეს წმინდა სერაფიმეს სახლის წინ, დედამისმა გამოიყვანა სნეული ბავშვი, ხატში ახლო და განიკურნა. მე ვკითხულობ მამა ვიტალი სიდორენკოს წიგნს და ამ წიგნში ამოვიკითხე ასეთი გამონათქვამი. ცხონების მთელი საიდუმლო სიმდაბლეშია. ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება სულ შრომაში და ღვთის ერთგულებაში გაატაროს, მაგრამ თუ მას მორჩილება არ ექნება, მაშინ ეს შრომა ამაო იქნება მისთვის. თუ უნდა რომ სათასასწრაფოში მოხდეს, მაშინ საჭიროა რომ მორჩილი იყოს. მე ვკითხულობ მამა პაისის მეოთხე ტომს, სადაც მამა პაისი გვესაუბრება ოჯახურ ცხოვრებაზე და მე ყველაზე მეტად მომეწონა გამონათქვამი მოიქეცი ისე როგორც შენ გსურს, თავარია რომ ქრისტესთან ერთად იყო.
ამით გვეუბნება მამა პაისი, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, როგორც ვთქვი, ისე მოიქცევით, თავარია ღვთისმების არ გადავწდეთ და რადგან ცხონდეთ და გადავჭირთ ჩვენი თავი. მე ვკითხულობ მამა პაისის მეორე ტომს. უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისკენ მივყავართ. უფლის რწმენა უდიდესი საქმეა. ადამიანი ემსახურება უფალს, შემდეგ კი დანარჩენ ყველაფერს. მე მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში ვკითხულობდი წიგნს, რომელშიც ეწერა სხვადასხვა წმინდანების წამებაზე. და მე მომეწონა ერთ-ერთი წმინდანის სახელად აბოს განათქვამ სიტყვები. იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოიქცა და შემდეგ როდესაც მიდიოდა რომ წარმართებთან რომ მიდიოდა, რადგან ექადა გაღვთის სიტყვა, მაშინ მან თქვა ახლა კი მივსდევ ჭეშმარიტ ქრისტეს მიერ ბოძებულ რწმენას სამებისას. მამისა, ძისა და წმინდისა სულისა მამისა, ძისა და წმინდისა სულისა და უცილებლად ქრისტიანი ვარ. მე ვკითხულობ წმინდა სერაფიმეს სასწავლო მოქმედზე და მე დღეს მოგიყვებით ერთ თავს. წმინდა სერაფიმეს აროვერს ერისკაცობაში ერქვა პროხორე და ის 1764 წელს გახდა ბერი და სახელი შეარქვეს სერაფიმე, რაც ნიშნავს ქართულად ცეცხლის დამწველს. გამივით მე ვკითხულობ წმინდა იოსებ ვარტოპედელის ცხოვრებას და ამ კვირაში ყველა ძალიან ის მომეწონა, რომ ის საუბრობს თუ რა დონეზე მნიშვნელოვანი არის პროგრამა და მოწესრიგებულება სულიერ ცხოვრებაში. თითქოს ეს უმნიშვნელოა, მაგრამ იესო ქრისტეს მადლის მოსაპოვებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმისთვის რომ ჩვენ უფრო მარტივად გავიგოთ თავის ცხოვრებიდან ესეთ ამბავს გვიყვება. ერთხელ მამა ათანასთან ერთად ერთ-ერთი მონასტრიდან მოდიოდნენ. იმ მონასტრიდან მათ თევზი გამოატანეს. როდესაც ჩავიდნენ წმინდა ანას მცირესკითში, იქ წინამძღვარს უთქვეს, რომ თევზს მოვაწესრიგებთო, მაგრამ პროგრამა ამ დროს დასვენებას მოითხოვდა. ამიტომაც წინამძღვარმა ისინი დასვენებად გაუშვა. ისინი ხვდებოდნენ, რომ ხვალე დილით თევზი უკვე გაფუჭებული იქნებოდა, მაგრამ რადგანაც პროგრამა ამას მოითხოვდა, ისინი დაემორჩინენ თავიანთ სულიერ მამას და იმის მიუხედავად, რომ თევზი მართლა გაფუჭდა, გაანებეს და იმას მიყვნენ, რასაც პროგრამა მოითხოვდა. ესე იგი, მე რა წავიკითხე, ესე იგი, იმ წაკითხულებიდან რა მომეწონა ერთ-ერთი ყველაზე მეტად. ლავსაიკონი არის ესეთი წიგნი, ბერების ცხოვრებაზეა, ბერების მონაზვნების, სხვადასხვა ღვთისმოყვარე ხალხის ცხოვრებაზეა. ეს წიგნი აღწერილია პალადის მიერ, ბერი იყო პალადის შემდგომ ეპისკოპოსი გახდა და ერთ-ერთი სამეფო კარის მოხელე იყო ლავსე, რომელმაც თხოვა, რომ აღეწერა ამ მამათა და დედათა ცხოვრება და ლავსაიკონიც მის საპატივცემულოდ დაერქვა. იქ არის ერთი ასეთი წინადადება. სწავლაო, მხოლოდ ღმერთს არ ჭირდებაო, იმიტომ რომ მის უწინარეს არაფერი არ იყო. ანგელოზებიც კი 900 ანგელოზები როა. პირველი ყველაზე ახლოს დგომი ანგელოზთა დასიო, თავად ყოლაწმინდა სამებისგან განისწავლებაო. მეორე დასი ანგელოზებისა პირველი დასისგან იღებს ამ სწავლებას. მესამე მეორესგან და ასე უკანასკნელამდე. და ცოდნაში წარმატებული და სულიერი ღვაწლით მოსილი ადამიანები განსწავლიან უმეცრებს, ხო, ვინც არიციან. და ისე რომ ვინც აი ამ სწავლაზე უარს ამბობსო და მოძღვრისაგან რაღაცის სწავლაზე უარს ამბობსო, ის თავს უცოდინრობით ისნეულებსო, რომელიც არის დედა ამპარტავნებისა. ისე რომ აი ეხლა რატომ მაინც და მაინც ეს დღიურების გაკეთება? ჩვენ თუ ამ წიგნებიდან ვისწავლით რაღაცას, ჩვენში ეს უცოდინრობა არ იქნება. ეხლა აი რამდენი რამე ითქმება, ხო, ჩვენს მიერ და ეს ჩვენ ბევრ რაღაცას გვასწავლის და ადამიანი გამოვა ამ უცოდინრობიდან, აი ამ სიბნელიდან და ბევრი რაღაცა ეცოდინება პირველ რიგში საკუთარ თავზე.
და მე ღმერთის შესახებ ეცოდინება და აღარ იქნება ეს უცოდინრობა, აღარ იქნება ეს ფუჭი ამპარტავნება, არამედ ექნება სიმდაბლე და მორჩილება ღვთისა. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.